ისადა და ზისადა და სუისამ წმინდისა და გილოცავთ სამედი ასულემავისენებას როცა ისინი ჩამოვიდნენ მე-6 საუკუნეში საქართველო იყო ირანის ზეგავლენის ქვეშ და ირანელები იყვნენ კიდე ცეცხლ თაყვანისმცემლები. ეს კიდე რას ნიშნავს, რომ ირანელებისთვის ღმერთი იყო ცეცხლი და ასეთი ქვეყნის მონობის ქვეშ იყო საქართველო. ამით ისიც მინდა რომ იმ ძლიერი ქვეყნებისგან სოზგონია რომ ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ. მაგრამ თუ მოწმე ხარ, შენი ფასეულობა სად უნდა იყოს? უნდა იყოს სახარებაში, თუ ქრისტიანი ხარ. თუ ქრისტიანი არ ხარ, ეს 10 მცნება, რაც ღმერთმა მისცა მოსეს, ეს მუსულმანია, ებრაელია, თუ მოწმეა, უნდა საერთოა ეს და რატო ვლაპარაკობ ამას? იმიტომ რომ თან სასაცილოა, თან სატირალია, როგორც ახლა ცეცხლი იყო ღმერთი და ახაც არიან ცეცხლ თაყვანისმცემლები და ზის თაყვანისმცემლები. ხო სასაცილოა, თან სატირალია. ასევე სატირალია, როცა საქართველოს ასწავლიან ჭკუას ზნეობის ამბავში, შვილების აღზრდის ამბავში. შეიძლება ჩვენ გადმოვიღოთ ევროკავშირიდან იქ ახლა 10 თავით მაღლა ტექნიკური პროგრესით, მედიცინით, მადლობა ღმერთს და ღმერთ მაგნას რომ ჩვენმა შვილებმა ისწავლონ იქა მედიცინა იქნება თუ სხვა პროფესია, მაგრამ ხშირად ვამბობ რომ ცოდნა და განათლება ერთ-ერთი არა, ამის მაგალითია რა, რომ არიან ხალხი შეიძლება 100-ენა იცოდეს და 10-ენა იცოდეს და იყოს ცოდნაც ჰქონდეს, მაგრამ განათლებული არ იყოს, კეთილი არ იყოს. ამის მაგალითია კომუნისტური წყობა. ესე იგი, ლოზუნგებით კეთილი ის იყო, რა ქვია, სურვილები, ძმობა, ერთობა, თანასწორობა, მიწაგლეხებს, ფაბრიკა მუშებს და რა გააკეთეს 30-იან წლებში მე-20 საუკუნის. გააკეთეს ის, რომ არა მარტო ქრისტიანები, ვინცაც მოწმე ქვია, დაახვიდეს, ტაძრები დაანგრიეს. ახლა კიდე რა ხდება? ლიბერალ ფაშისტებს ეძახიან. ვინ არიან ესენი? რამხელა სიძულვილი აქვს მაგათ ხო ხედავთ მასმედიი და ესედაც აი მიტინგები რო დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ, აი ხო ჩანაწერი არსებობს. რევს აკეთებდნენ, ცეცხლოვან ბოთებს ისროდნენ, როგორ ესე იგი, რამხელა სიძულვილი იყო მაშინ და ახაც რო უყურებ ამ ლიბერალებს, რამხელა სიძულვილი აქვს მოწმენებისადმი. მაგრამ შენ თუ მოწმე ხარ და თუ გაბროდდები, ვინც შენ წინააღმდეგაა, ვინც გლანძღავს, შენ ესე იგი ხარ ესე იგი შეპყრობილი, რატო? იმიტომ რომ თუ შენი მიზანი რა არის თუ მოწმე ხარ? ტრადიციების დასვა საჭიროა, მაგრამ თუ გაგაბროდა ტერმა, მაშინ შეპყრობილი ხდები და რა აზრი აქვს ესე იგი ვერ ცხონდები, ვერ საქანე გაიხარებ, იმიტომ რომ თუ გამოძრაებს სიძულვილი, როგორ შეიძლება ქრისტიანი გერქვას და გამოძრაებს სიძულვილი მტრისადმი. და არ დაინახო ყველა ადამიანში ღვთისხატება და თუ არ დაინახავ და თუ შეიძულებ, მაშინ რა მოწმე ხარ? უთუმეტეს რა ქრისტიანი ხარ? ეს იყო ძველათმაში კვირი-კვირისაწილ მტერს უნდა ესე იგი თულად მოისმარა. შენ თუ ქრისტიანი ხარ და ამ დროს ხო ჩანს რომ ქრისტიანები ვარ და ჩემი ასაკზე ვლაპარაკობ, 70 წელი გვასწავლით, მე 77-ის ვარ. 70 წელი გვასწავლით და ღმერთი არ არისო, მაგრამ 90% მინიმუმ არის მოწმე. ახლა რაცა უნდა ილაპარაკონ და რაცა უნდა თესონ ამ მასმედიით სიძვამ, ბრუშობამ, ესე იგი ბიზნესიტყვაობის პროპაგანდა იყო 30 წელი, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გული მიგვდება, მაგრამ მიხარია რა? აი რა ხდება? ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა. ჩემზე მეტი ახალგაზრდებია იქა. ესე იგი, ბევრი ესე იგი ემორჩილება არა დროს, არა მოდას, ნათქვამია დრონი მეფებრონა, მაგრამ ჩვენ ქართველები, რატომ ნათქვამია საქართველოს გაბწინდება? ანტიქრისტი არ გამეფთება, ეგულისხმება რომ ათეისტური წყობა იყო 70 წელი, მაგრამ ათეიზმი ესე იგი ღმერთის წმენა არ დაგვარგეთ. ახლაც ხომ ხედავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, ახლა და იმ წელს კიდე მიხარია რომ არასდროს აი რაც მიტინგების ის არსებობს უფლება, რაც კომუნისტური წყობა წავიდა, არასდროს იმდენი ხალხი არ გამოსულა, რაც შარშან. ხა შარშან ვიყავი და მართლაც გამეგვედა იმდენი ხალხი იყო. ახლა იმდენი ხალხი შეიძლება არ იყო, იმიტომ რომ ყველა კუთხეებში, ყველა ქალაქებში აღნიშნეს ეს ოჯახის სიწმინდის დღე. ახლა ზოგი ვინც ურწმუნოა დასცინის, ესე იგი იმათ, ვინც ესე იგი რა სიწმინდე არისო, როცა ოჯახები ასე დაშლილი არისო. იგულისხმება ცოლი იქ, მარია იქ, დედა იქ, შვილი იქ.
მაგრამ მე ვიცი რომ მე ხო ასარბებს ღებულობ რომ ზოგიერთი იქ უფრო მორწმუნეა ვიდრე ახა იმიტომ რაც უფრო უჭირს ადამიანს მით უფრო მორწმუნე ხდება მით უფრო მაგრამ ეს ხო საშინელება ოჯახის სიწმინდე თქვენ უნდა ეცოდეთ რომ სიწმინდე აი რო ამბობენ ეკლესია წმინდა და მე გვიჩვენებენ დაუშვათ 3 წელია გვიჩვენებენ გლებს ვინც არასდროს ცხოვრობს ან დაუშვათ ჩვენს ხედავთ რომ ვიღაცა ცოდვებში ვარდება მაგრამ ეკლესია იმიტომ კი არა წმინდა რომ ესე იგი ჩვენ სანამ სხეულში ვართ ჩვენ ცოდავთ მაგრამ როგორც შეიძლება ვადარებ აი რაც უნდა დასულიყოს თანსაცმელი რო გარეცხავ ან რაც უნდა ესე იგი ყარდე შენ დაობანა ვიყო 6 თვე ხო საბნი და წყლით ხო იწმინდები ასევე იწმინდება სული სინანულით და ჩვენ მადლობა ამას ამის საშუალება გვაქვს როგორც ახლა სხეული იწმინდება საბნი და წყლითა ასევე სული იწმინდება სინანულით და შენ რო უყურებ იმის წარსულს ზოგი წარსულის გამო განიკითხავს აი ეს მოწვარი ის იყო ქურდი და ყაჩაღი იყო ქურდი და ყაჩაღი იყო მოსეშავი მაგრამ ჩვენზე მეს მიაღწია და რას მიაღწია სულიწმინდის ჭურჭელი გახდა და ყულაფის ცოდნე გახდა ასევე მარიამ მეგვიდელის მაგალითი მომყავშირა შეიძლება ვიღაცას განიკითხავ ყობაღწევის გამო იმ მარიამ მეგვიდელმა ჩვენზე მეს მიაღწია მარიამ მაგდალინელმა ჩვენზე მეს მიაღწია შეიძლება ვამბობ რომ მარიამ მაგდალინელის მარტო მკლავია და ტემპერატურა მარტო 36-იდან ცხოვრობდა პირველ საუკუნეში ესე იგი ჩვენ უყურებთ ჩვენ ხედავთ იმას რასაც აკეთებს ადამიანი მაგრამ როცა ეზიარება ადამიანი და რო განიკითხავ შენ არ უყურებ მის გულს იმის გულში თუ ტირილია თუ წიხილია გათავდა ეს არის სუფთა ეს ხდება ანგელოზი ამიტომ ეკლესიას ეძახიან წმინდას რომ ღმერთი არის ჩვენი თავი და ღმერთი კურნავს როგორც ახლა საავადმყოფოში ექიმი კი არ კურნავს წამალი კურნავს მაგრამ ეს წამალიც არაფერს არ გიშველის თუ ღმერთმა არ ინება ზოგი კურნავს აი მამანდრიამ კურნავდა 1 წელი და წაიყვანა ღმერთმა მაგრამ აგერ არის დავითი ადრეში განიკურნა უკუნებელი სენისგან მეოთხე სტადიის ჰქონდა ღმერთის ხელშია დაბადებას და წაყვანას ღმერთის ხელშია საქართველოს გაბწყინება აი ზოგს ეცინება რა გაბწყინება რა ის გაბწყინება მაგრამ შეიძლება რომ ციხეში რო არიან 100 კაცი და მის გაბწყინებულია სულიერად რო გამოდიან ჩება 5 ან 10 ეს სიდუხჭელი არნიშნავს რომ ესე იგი მე ესე იგი ვარ უბედურებაში შენ თუ მოწმე ხარ და ცოცხალი წმენა თუ გაქვს მაცხوارმა რა იცია დაგაერჩია არაერჩია სასახლე ასევე მოციქულები ღარიბები იყვნენ მაგრამ ღარიბება და შე მაგრამ ადიდებდნენ ღმერთს ესე იგი ღმერთმა მოგწეს ცოცხალი წმენა რაც ხონდა ჩვენ წინაბრებსა აი დღეს არის ბაგრატ მესამის ბაგრატ მეფის სცენების და ვინც გაერთიანა საქართველოს ასევე დავით მეფის მაგალითი მომყავშირად ქეთევან წამებულის და ჩვენ შვილებს თუ გავზდით ჩვენი წინაბრების ცხოვრები და წმინდანების ცხოვრები იმას ქვია საქართველოს გაწენება და ამის საშუალება გვაქვს ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა